ზამთარში ავტომობილი სხვანაირად საუბრობს და ეს არ არის შემთხვევითი. დაბალ ტემპერატურაზე თითქმის ყველა მექანიკური და რეზინის კომპონენტი იცვლის თავის თვისებებს. ზეთი სქელდება, ლითონი იკუმშება, რეზინა მყარდება და შედეგად ის ხმები, რომლებიც ზაფხულში შეუმჩნეველი იყო, ზამთარში მკაფიოდ გვესმის. სწორედ ამიტომ ზამთრის ხმები უნდა აღვიქვათ როგორც პრობლემის მანიშნებელი და არა როგორც ჩვეულებრივი ხმა. ერთ-ერთი პირველი ხმა, რომელსაც მძღოლი ამჩნევს, არის ციუსტარზე ძრავის მუშაობა. თუ დაგვაგვისას ძრავა უფრო უხეშად ან ხმაურიანად მუშაობს, ეს ხშირად უკავშირდება ზეთის ნაკადიანობას. დაბალ ტემპერატურაზე არასწორი სიბლანტის ზეთი ვერ აღწევს ყველა სამუშაო ზედაპირს დროულად. ის გამოც ძრავა პირველი წამების განმავლობაში მუშაობს არასრულყოფილ დაცვაში. ეს არის ზუსტად ის მომენტი, როცა ცვეთა ყველაზე ინტენსიურია. მეორე გავრცელებული ხმა მოდის სავალი ნაწილებისგან. ბუშინგები, საყრდენები და სხვა რეზინის ელემენტები სიცივეში კარგავს ელასტიურობას და იწყებს კაკუნს ან ჭრიალს. ბევრი მძღოლი ამას უგულებელყოფს, რადგან ფიქრობს, რომ გაცვება და გაივლის. თუმცა ეს ხმები ხშირად მიუთითებს უკვე დაწყებულ ცვეთაზე, რომელიც ზამთარში უფრო სწრაფად პროგრესირებს. სამუხრუჭე სისტემის ხმებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ზამთარში ჭრიალი შეიძლება გამოწვეული იყოს ტენით, მარილით ან მუხრუჭის ზედაპირებზე წარმოქმნილი მიკროკოროზიით. მართალია ყველა ხმა კრიტიკულ პრობლემას არ ნიშნავს, მაგრამ ის ყოველთვის გვანიშნებს, რომ სისტემა მუშაობს ზღვარზე და საჭიროებს შემოწმებას.